თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში. საქართველოს ვარსკვლავის მე-6 ლაივ კონცერტი. მივესალმოთ წამყვანებს. კვან სადარასელია და არჩილ სოლოღაშვილი. მოგესალმებით ყველა. ძალიან მიხარია რომ დღეს ისევ ორშაბათია და რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში იწყება საქართველოს ვარსკვლავი. მე დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო რა ხდება ახლა ჩვენი კონკურსანტების გულებში. მათთვის თითოეული კონცერტი უნიშნულოვანესია, თუმცა ჩვენი კონკურსი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჩვენ დავიწყეთ 12 მონაწილით და დღის ბოლოს მათი რაოდენობა განახევდება. მოდი გვანცა ამ თემას ცოტა მოგვიანებით მივუბრუნოთ, თუმცა მანამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო. დღიდან დაანონსებისას სრულიად საქართველო ელოდება დღევანდელ კონცერტს. მისი მუსიკა არ გავს არაფერს. ის იყო ლეგენდა და დარჩება ლეგენდა. დღეს ირაკლი ჩარკვიანის ანუ მეფის ტური გვაქვს. მე არ ვიცი განსა რა მიმართება და რა კონკურსს ასე, მაგრამ ეს არის მუსიკოსი, რომლის სახელის გახსენებაზე, რომლის მუსიკის მოსმენაზე ძალიან ბევრი გრძნობა იღვიძებს ჩემში. ეს არის სიყვარული, ეს არის მონატრება, ეს არის მოწიწება და მე დარწმუნებული ვარ თითოეულ მაყურებელს და ასეთი სრულიად საქართველო ყველას იგივე დაემართება. მე მგონი ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ დღევანდელი კონცერტისთვის ჩვენს პროექტს შემოუერთდა ნიკოლოზ რაჭველი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიგეგმა ეს კონცერტი, შეირჩა სიმღერები მას ასე. ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელი, დირიჟორი და კომპოზიტორი, ჩვენი მეგობარი ნიკოლოზ რაჭველი. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ასევე დღეს მთელი კონცერტის განმავლობაში ჩვენთან ერთად იქნება ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი და ჯორჯი ამბრასი. ახლა კი მივესალმოთ ჩვენს ბრავო ბენდს და ესენი არიან ბასი კოკამაღალაძე, გიტარა დავით აზირაშვილი, ელექტროპიანო დავით ჟღარკავა, დრამი სანდრო სახამლერიძე, ხელმძღვანელი ირაკლი კვანჭიანი. და დადგა დრო, რომ სცენაზე მოვუხმოთ ჩვენი პროექტის მთავარ გმირებს, ჩვენს კონკურსანტებს, რომელთაგან ერთ-ერთიც თქვენი გადაწყვეტილებით საქართველოს ვარსკვლავი გახდება და დეველოპერული კომპანია ორბიტ ჯგუფისგან საჩუქრად მიიღებს სასტუმროს ნომერს ბათუმის ბულვარში გრანდიოზულ ორბი რეზიდენსში. ასევე რუსთავი 2 ბრავო რეკორდსი და ბილაინი მას სადებიუტო ალბომს ჩაუწერს. ფანტასტიკური პრიზებია. ნამდვილად. დროა გადავიდეთ კონცერტზე, პირველ რიგში კი უნდა მივესალმოთ საქართველოს ვარსკვლავის კონკურსანტებს უკვე სცენაზე. ესენი არიან ლუკა გვალია, მარიკო ლეჟავა, ლევან მასპინძელაშვილი, ლუკა მეტრებელი, ნინა სუბლატი ირაკლი ფუნკარაძე და კვანტა ჯამალიძე. აი ახლა კი დადგა დრო მივესალმოთ საქართველოს ვარსკვლავის ჟიური. მუსიკალური ბიზნეს კომპანიის ბრავო რეკორდსის დამფუძნებელი ზაზა შენგელია პოპულარული ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი და ჟიურის სპეციალური წევრი აპლოდისმენტები ქეთათოს. და დროა სცენაზე უკვე ჩვენი დღევანდელი საღამოს ჟიურის მეოთხე სპეციალურ წევრს, ხალბატონებო და ბატონებო, ცნობილი დიპლომატი, პედაგოგი და ტელეწამყვანი, ღირსების ორდენის, ასევე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ბატონი გელა ჩარკვიანი. აპლოდისმენტები ბატონ გელა ჩარკვიანს. მოგესალმებით. ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი, დიდი მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად. საოცარი მუხტი მოდის ამ ადამიანებისგან, თუმცა მთელი ოჯახისგან. მთელი ჩარკვიანების დინასტია სრულიად საქართველოს სიყვარულით და წილად. ნამდვილად ასეა, ჩვენს დღევანდელ კონცერტს ესწრებიან ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, ირაკლის და თეონა, მოგესალმებით. დიშვილი ანა მოგესალმებით. და ნანა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი. მოგესალმებით. ჩვენი კონკურსანტები უნდა გავაცილოთ
გავიხსენოთ TBC-ის ოთახში, მანამდე კი ნახოთ ვიდეო და ყველამ ერთად გავიხსენოთ ეს მართლაც გენიალური მუსიკოსი. როცა პატარა ირაკლი ხელში დამყავდა, ვასეირნებდი, რასაკვირველია მე მაშინ ვერ წარმოვიდგენდიო. მე მრავალი წლის შემდეგ მისი შემოქმედების თაობაზე მომიხდებოდა საუბარი. როდესაც აი პირველი სიმღერა მოვისმინე ირაკლის, მისი დაწერილი, მისივე შესრულებით, მე მაშინვე გავიფიქრე ისიც უკვე, რომ რაღაც მნიშვნელოვან სიტყვას იტყოდა აუცილებლად, იმიტომ რომ ის იყო მეამბოხე და ძალიან შემოქმედებითი ახალგაზრდა. ერთის მხრივ მე ძალიან მომეწონა შენაფრებ, მაგრამ მეორეს მხრივ მე ვიცოდი ისიც რომ ამას ვერ მიიღებ და ძალიან ბევრი ადამიანი და ზოგმა ძალიან ისე იფიქრეს რომ ირაკლის საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისათვის. წლების წინ ამ სახელზე და გვარზე გულზე რაღაც ის ჭვალივით მქონდა, იმიტომ რომ იმდენად განსხვავებული იყო, რომ ზოგჯერ გარკვეულწილად უხერხულობას ქმნიდა საზოგადოებაში და ირაკლი ჩარკვიანი და მე ეს ხარ ვიხებდი ხარს ვღარ სუნთქავდი ეს აფრენის პერიოდი იგივე ცოტა ესეთი იყო მძიმე. ირაკლი აბსოლუტურად უშიშარი ადამიანი. სიმშვიდით იღებდა ლანძღვას, გინებას, ქებას, აღფრთოვანებას, ყველაფერს. მეცაც ვიტყოდი, შეიძლება მოწონდა კიდეც ეს. მე მგონი მოწონდა, იმიტომ რომ თვითონ აქ ნათქვამი, რომ მე რეაქციას ვიწვევ და რეაქცია მშობს. მე ახალ ტალღას ვიწყებ, რომ გამიყვანოს შოუ. საერთოდ ისეთი შეგრძნება მაქვს ეგეთი ადამიანები, რომ იბადებიან უკვე რაღაც კოდიანებში ჩადებული და ის ყველა ნიჭი რაც გააჩნიათ, თანდათან ხდება ნიჭების ამოფრქვევა. აი ეს ოთახი არის ირაკლის ოთახი, ჩვენ დღესაც მას ირაკლის ოთახს ვეძახით. აქ ხდებოდა ყველაფერი. ალბათ აქ ყალიბდებოდა ირაკლი. მე როდესაც გავიცანი, ირაკლი იყო უკვე საკმაოდ დიდი 34 წლის. ის იყო საკმაოდ კი არა ზომაზე მეტად სიმპათიური, თავდაჯერებული, მშვიდი, წყნარი. ირაკლი იყო ძალიან კარგი მამა, მას ძალიან უყვარდა ბავშვი. თვითონ აძინებდა, თვითონ აი ულიდა როგორი, დედა რომ მოვლის ისე ული. ირაკლი იზრდებოდა მან ტრადიციულ ოჯახში და ძალიან იცავდა ამ ჩვენს ტრადიციებს. მაგალითად ირაკლი ყოველთვის ყოველ შაბათს ჩვენ ყოველთვის ჰქონდეს სადილები და ყოველთვის იქ იყო აუცილებლად. ირაკლი დაждდებოდა ფორტეპიანოსთან იმღერებდა. ყველაზე უფრო სწორედ ეს საღამოები მახსოვს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს აი ეს შეხვედრების დრო. გაკურთხოთ ღმერთმა და მივიწყეთ და ეს სხვა გემები მორეკოს წყალმა გემუდარებით მხოლოდ იცინეთ როცა მე წავალ. როდესაც ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან, უფრო ხდება ხოლმე მისი შემოქმედების გააზრება. ირაკლიც ამ შემთხვევაში არ იყო გამონაკლისი. კიდევ უფრო სხვა კუთხით მოისმინეს. იმდენი ქვეტექსტია, რომ აქტუალობას ნამდვილად არ დაკარგავს. ასე ხედავდა იცი თავის მისიას. ის ამბობდა ყოველთვის, რომ იცი რა, შენ საქმე უნდა თქვა და მე კარი უნდა გაიხურო. ასეც მოიქცა ზუსტად. ერთის მხრივ ყოველთვის ჰქონდა რაღაცა შიში, რომ მას რამე არ დამართნოდა. მეორეს მხრივ მეამაყებოდა, რომ ირაკლი ასეთი შემოქმედებითი ძლიერი და უშიშარი. დღეს როცა ირაკლი აღარ არის, აი პირველი, აი ეს შიში მოიხსნა და დამჭა მხოლოდ ერთი. მე მეამაყება რომ ვარ ირაკლი ჩარკვიანის მამა. ნამდვილად ვერაფერს დავამატებ ამ სიტყვებს, უბრალოდ მინდა ნიკოლას რაჭოვს თხოვოთ შესავალი სიტყვა, სანამ დავიწყებთ კონცერტს. გთხოვთ. მოგესალმებით. ჩემო ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო. ის რასაც თქვენ დღეს ამ სცენაზე მოისმენთ, ეს არ არის ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა ამ სიტყვების ჩვეული ტრადიციული გაგებით, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ძნელად მოიძებნება, ან საერთოდ შეიძლება არც კი დაიარება მომღერალთა შორის ისეთი ადამიანები, რომელსაც შეუძლია არა თუ ისე შეასრულოს ეს მუსიკა, არამედ
გადმოსცეს ის მთავარი სათქმელი, რაც ირაკლის მუსიკაში ესოდენ უხვად დევს. მაგრამ ის, რასაც თქვენ დღეს მოისმენთ, ეს არის ჩემი პირადად თითოეული ამ სცენაზე მყოფი მუსიკოსის, კონკურსანტების, მთელი რუსთავიორის შემოქმედებითი ჯგუფის უდიდესი სიყვარულის გამოვლენა იმ ადამიანის მიმართ, რომლის არსებობა ჩვენ ძალიან დიდ სიამაყეს გვძენს. მე ნამდვილად არაერთხელ ამ პროექტის ფარგლებში ალბათ თქვენ გახსოვართ, რომ ყოფილვარ ჟიურის წევრი რუსთავიორის პროექტებში სცენაზეც კონკურსანტებთან ერთად დამიკრავს, მაგრამ არასოდეს დამერწმუნეთ, არასოდეს ასე არ მიღელვია, როგორც ეს ჩემს ირგვლივ ჩემში ხდება დღეს. ვინაიდან მე მინდა რომ ის, რასაც ბავშვები შეასრულებენ, ის, რასაც ჩვენი სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მოფიქრებული ვერსიები, აკომპანიმენტის ვერსიები, რასაც ჩვენ შევასრულებთ, მე მინდა რომ უპირველეს ყოვლისა მოგეწონოთ თქვენ ძვირფასო აუდიტორია. მე მინდა რომ მოეწონოს ბატონ გელას, ქეთათოს, ირაკლის ოჯახის წევრებს და რაც მთავარია, მინდა რომ მოეწონოს თვითონ ირაკლის, რომლის აქ ყოფნას ზუსტად ისევე ვგრძნობ, როგორც თქვენს აქ ყოფნას ვხედავ. და ბოლოს ერთ წინადადებასაც გეტყვით. მე როგორც ერთი რიგითი ქართველი შემოქმედი ვარ ძალიან ბედნიერი, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეული წლები ვიცხოვრე იმ საქართველოში, იმ დროში, როცა მოღვაწეობდა და ცხოვრობდა ირაკლი ჩარკვიანი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ. ახლა კი გადავინაცვლოთ თბილისის ოთახში, სადაც ჩვენს კონკურსანტებს გვერდში უდგას და ამხნევებს გიორგი ქორქია. საღამომშვიდობისა გიორგი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ჩვენს პირდაპირ შესანიშნავ შვიდეულთან ერთად. ეს 7 ადამიანია, რომელიც დარჩა კონკურსში და სწორედ ამ 7-დან ერთ-ერთი მიიღებს თბილისის ძალიან მაგარ პრიზს. ეს არის ლონდონში წასვლა, ვოკალის სკოლაში სწავლა, ეს ძალიან მაგარი პრიზია და კიდევ ერთხელ მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ კონცერტს მართლა ძალიან მაგარი თვალდებოდი, რომ დღეს არის ირაკლის ტური. დღეს ალბათ 10 მაგი პასუხისგებლობა აქვს ჩვენს კონკურსანტებს, რომ ძალიან მაგრად წარმოაჩინოს საკუთარი თავის სცენაზე. რა თქმა უნდა, ამას უნდა გამბედაობა, რომ ჩვენ გავუკეთებია ეს ტური, ჩვენ ეს გავუბედეთ და დამარწმუნეთ, მართლა ძალიან მაგარი კონცერტი იქნება დღეს და პირველი, ვინც სცენაზე გამო, ეს არის გვანცა. გვანცა, რა უნდა შეგვისრულო? მიყვარხარ და ისტორიას დარჩება. ანუ ამ ორი სიმღერის შესანიშნავი სინთეზი, მოდი შეგვახსენე შენი ტელეფონის ნომერიც. 0970 10 ბოლოში და როგორც უკვე ყველამ კარგად ვიცით, ნიკოლოზ რაჭველი დააგვეხმარა დღეს ჩვენ ამ ტურის მომზადებაში. მან უხელმძღვანელა ჩვენს კონკურსანტებს და მოდით დღეს მოусმინოთ, ნახოთ ვიდეოებს, სადაც ნიკოლოზ რაჭველი სათითაოდ შეაფასებს და თავის აზრს იტყვის ყველა კონკურსანტზე, რა თქმა უნდა, პირველი არის გვანცა, ნახოთ ვიდეო, შემდეგ უკვე მოусმინოთ მას. ირაკლის მუსიკა მდიდარია, ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი თემაა და ამიტომ გვანცას კომპოზიციაში შემოვიყვანე მეორე თემა. ერთი სიმღერა მიყვარხარ, მეორე არის ისტორიას დარჩება. ეხა აძლევ ძალას. შიგნიდან ოღონ. აი აქედან. ძალიან მინდა რომ ისე შევასრულო მისი სიმღერა, რომ ის სიამოვნება მივაღებინო ჩემს მსმენელს, მაყურებელს, რომელსაც მე ვღებულობ მისი მოსმენისას. ის არის გამავალი ნოტი. იმაზე აქცენტირება არ შეიძლება. მე მინდა რომ გვანცამ გაამართლოს ჩემი იმედები და ის რაც ჩავიფიქრე, ბოლომდე მიიტანოს აუდიტორიასთან. გვანცა ჯაფარიძე და ბიტბოქსერი ნიკა ბლუაშვილი.
და ვიცი როგორ შეიცვალა დრო ეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაგმის ჩვენი ერთად ყოფნის ხბო მე ჩემო კარგი სწორად მესმის შენ და ვიცი როგორ შეიცვალა დრო ეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაგმის ჩვენი ერთად ყოფნის ხბო მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის მოუთო გავიხსნობების და სიგარეტის წამს ვურცელი ვარ ცნობის და აღარ წამს მე ჩემო კარგი სწორად მესმის შენ და ვიცი როგორ შეიცვალა დრო ეს დაიხურა სიყვარულის სკოლა და დაგმის ჩვენი ერთად ყოფნის ხბო შენთან ისევ ძვირს შენთან ისევ შენთან ისე მოსვლას შენთან ყოფნას შენთან ისე ძვირს შენთან ისე შენთან ისე მოსვლას შენთან ყოფნას was burning Sunday morning when my daddy took a plane to India. I was burning Sunday morning when my daddy took a plane to India. I was burning Sunday morning when my daddy took a plane to India. ძალიან კარგი დასაწყისი იყო. ძალიან დიდი მადლობა ნიკა ბლუაშვილს, ბატონ ნიკოლოზ რაჭოს, რომლის ხელმძღვანელობითაც მომზადდა ასეთი არაჩვეულებრივი ნომერი. გადავიდეთ ჯიურისთან და მე მგონი ქეთათო თქვენიც უნდა დავიწყოთ. ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა იყო ესეთი ენერგიით სავსე სექსუალურობაც იდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თითქოს მართლა რაღაც დაიბადა. ძალიან კარგი, აი ამ შენ შესრულებასთან ერთად. გენიალური გაორკესტრება იყო. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო ზაზა. მე პირველ რიგში მინდა ჩემი მხრიდან უზარმაზარი მადლობა უთხრა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, რომელმაც ეს ტური მიუძღვნა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებას, ადამიანს, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე ქართული პოპ მუსიკის განვითარებაზე. ეს არის ფაქტი. მინდა მივესალმო ბატონ გელას, ქეთათოს, თეონას, თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენ უყარხართ მთელ საქართველოს, ირაკლიც და თქვენს უყარხართ მთელ საქართველოს. რაც შეეხება გვანცა შენს გამოსვლას, მე ვიტყოდი ესე, რომ სტივი ვანდერის ტურში შენ ძალიან დიდი მწვერვალი დაიბყარი, ამიტომაც წარმატების გამეორება არის ყოველთვის ძალიან ძნელი.
მიუხედავად ამისა, შენ სწორედ დაიჭირე ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების თავარი ზარღვი და შეეცადე რომ აი შენებური ვერსიით შეგესრულებინა ეს მართლაც ძალიან შესანიშნავი სიმღერები. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი გამოსვლა ქონდა, მაგრამ ჩემი აზრით შენი ძლიერი მხარეები უფრო სხვა ჟანრში ჩანს ხოლმე, მაგრამ ეს არაფრით არ აყენებს წილს დღევანდელ შენს გამოსვლას. და ნიკა რაჭველზე დღეს ბევრჯერ მომიწევს თქვა, მართლაც ძალიან კარგი ვერსია იყო. ნიკა თუ მოინდომებს სასწაულებს აკეთებს და დღეს უკვე პატარა შედევრი შექმნა და ვიცი რომ წინ კიდე ბევრი გველოდება 6. დიდი მადლობა. მადლობა ნინი. პირველ რიგში ნიკა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე და არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო არასდროს იმდენად დიდი ემოციები გამოიწვია ამ ვერსიამ ჩემში. რაც შეეხება გვანცას, ნუ ძალიან რთულია შეასრულო ასეთი დიდი შემოქმედის სიმღერა და გადმოგცე ის ემოცია ზუსტად როგორც ირაკლი მღეროდა, იმიტომ რომ ის არასდროს არ გავდა არავის, მას ჰქონდა თავისი ინდივიდუალიზმი და შენ მე ვფიქრობ რომ მაქსიმალურად ეცადე რომ ჩვენთვის დაგენახებინა ნამდვილად აი ამ სიმღერის ემოცია და რა ვიცი გილოცა მე მომეწონა შენი გამოსვლა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გელა ჩემსაცოთ განსაკუთრებით ძნელია საერთოდ ლაპარაკი დღეს, მაგრამ უნდა გამიგოთ, იმიტომ რომ რასაკვირველია ემოციურად წარმოედგინეთ ახლა ჩემი მდგომარეობა, როდესაც ვისმენ ყველაფერს იმას, რაც ჩემთვის ამდენად ძვირფასი იყო და დღესაც არის. მე მინდა გვანცა შენ გითხრა, რომ უდიდესი სიამოვნება მომანიჭე ეს პირველ უნდა გითხრა. ნომერი, რომელიც შენ შეასრულე, 2 სიმღერისგან შედგებოდა და მე მინდა მადლობა გითხრა იმაზე, რომ შენ ძალიან კარგად გაიაზრე ორივეს ხასიათი. იცი, ერთის დრამა და მეორის რაღაც გრაციოზულობა და ეს ყველაფერი ერთად შესრულებული ნიშნავს იმას, რომ შენ გვაჩუქე ძალიან კარგი საკონცერტო ნომერი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის. მე კი მივმართავ მაყურებელს. გვანცა რომ ფრემლებს მოიწმენთ შემდეგ თქვია ჩიკო. ამისათვის მოგმართავ თქვენ მაყურებლებო. თუ გსურთ რომ გვანცა კიდევ დიდხანს იდგეს საქართველოს ვარსკვლავის სცენაზე, კიდევ დიდხანს მოусმინოთ გვანცას ნამღარი. ახლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ გვანცას ნომერზე. გაქვთ თავი? 0937 აი ასე. მობილური ოპერატორის აბონენტმა იაქტიურეთ. მადლობა ჩვენს პარტნიორ ბილაინს რომ მოგცა იმის საშუალება რომ სრულიად საქართველოს აირჩიოს საქართველოს ვარსკვლავი. გვანცა ჯაფარიძეს ვაცილებს სცენიდან. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის მხარდამჭერია საინფორმაციო ცენტრი 11808, ყველაზე მაგარი, სწრაფი და იაფი მომსახურება დარეკეთ. ყოველგვარი კოდის გარეშე და მიღეთ პასუხი ყველა კითხვაზე. მოდი გადავინაცვლოთ ახლა თბის ოთახში გიორგი, რომელი ემზადება, რომელი კონკურსანტია შემდეგი? ხედავთ უკვე ვიც არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი მარიკო ლეჟევა შემდეგი, რომელიც შეგუსრულებს ასევე ძალიან მაგარ სიმღერას, რომელსაც ქვია Mango. სიმღერა Mango, შესანიშნავი არანჟირებით, რითაც დიდი მადლობა ნიკოლოზ რაჭველს და მოდით მე შევახსენო ხო, მაგრამ შენი ნომერი 09370005, ვინც გულშემატკივროთ მარიკოს დარეკეთ ამ ნომერზე. რა თქმა უნდა, სანამ გამოვა სცენაზე მარიკოს ამ მოусმენთ მის ნამღერს, უნდა ნახოთ ვიდეო, კიდევ ერთხელ ნახოთ როგორ ემზადებოდა ის ამ სიმღერისთვის და ასევე ნიკოლოზ რაჭველის შეფასებაც. როდესაც ვანაწილებთ რეპერტუარს, აღმოვაჩინე სიმღერა Mango. Mango ჩემია. რომელიც იმ წუთას მივხვდი, რომ ძალიან მოუხდებოდა მარიკო ლეჟავას. ყველაფერი კაია, ოღონდ ის შუა ნაწილში ეს რო გადადის სწრაფში, ყველაფერი ძალიან ხმამაღალიც არ იყოს. თორე ეს მოსაბეზრებელს გახდის ამ მუსიკას. ძალიან მეშინია, როგორი გამოვა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან როგორც საჭიროა ისე ვიმღერო ეს სიმღერა. შეეცადე რომ ყველაფერი იყოს ქართულად გამოთქმული. იმიტომ რომ ირაკლი ჩარკვიანის მთელი განსაკუთრებულობა მისი ნამღერში არის ის, რომ არაქართულ მუსიკას მღერის ძალიან ქართულად და აი ამ სინთეზის გამოა რომ ის არის ესეთი განსაკუთრებული მოვლენა. ის სტილი, რომელიც მარიკომ იპოვნა, ეს არის დასახული მიზნის მაქსიმალურად შედეგიანად განხორციელება. მარიკო ლეჟავა.
ასე რადო მიღურე ასე რადო მიღურე ლექსებს რადო მიწუნე სიმღერას რადო მიწუნე ეშავო სანგო მომეცი მანგო ეცუდო ზანგო რად გინდა მანგო მანგო ჩემია გემრიელია მანგო ჩემია გემრიელია ასე რადო მიღურე ასე რადო მიღურე ლექსებს რადო მიწუნე ლექსებს რადო მიზუნე თქვი ჰეი 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 თქვი ჰეი 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 თქვი ჰეი 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 თქვი ჰეი 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 ჰეი
დარბაზი ფეხზეა. ძალიან მაგარი ნომერი შემოგთავაზა მარიკომ. ძალიან და მოდი გადავიდეთ პირდაპირ შეაფასოს ჟიურიმ. ბატონო გელა, თუ შეიძლება, შეაფასე ჩვენი მარიკო. ირაკლი ზოგიერთ თავის სიმღერაში მიმართავდა ხოლმე ამ ხერხს. მიმართავდა ისეთ განზრახ მიამიტურ ისეთ რასაც ეძახიან დადაისტური ტიპის ალოგიკურ ტექსტს დაწერდა ხოლმე, ცოტა ახირებულს. და ამაზე დადებდა ხოლმე რამდენიმე მუსიკალურ ფრაზას, რომელიც აგრეთვე მინიმალისტური იყო თავისი ბუნებით. და ესე იგი ეს სიმღერა შეიძლება ძალიან მრავალი სხვადასხვა ინტერპრეტაციით მოისმინოს ადამიანმა. მე მინდა დიდი მადლობა გითხრა მარიკო, იმიტომ რომ ის ინტერპრეტაცია, რომელიც შენ გამონახე, იმითია განსაკუთრებულ ღირებული, რომ გარდა იმისა, რომ ის ინარჩუნებს აი იმ ნაივს, რომელიც ჩადო ირაკლი, მაინც მიამიტურ რაღაცას, არა? პლუს ეს გადაიქცა ფაქტიურად ესე იგი ძალიან სერიოზულ ჯაზის ვოკალურ ნაწარმოებად და შენ გაქვს წინვალე სვინგის გზნობა. სვინგი ისეთ სიტყვაა, რომ ბევრი ჯაზმენიც ვერ აგიხსნის, მაგრამ სვინგი ნიშნავს იმას, რომ როდესაც მე ვუსმენ ჯაზს, აი როცა ამიყვანს ეს ჯაზი, ესე იგი მომღერალს ან მუსიკოს აქვს სვინგი. შენ გაქვს წინვალე სვინგის გზნობა და დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისათვის, რომ მე ამიყვანა ამ სიმღერამ ძალიან. შენ საგვიყვანა და დარბაზიც. თეთათო. ძალიან კარგი იყო თვითონ ის იდეა, რომ სვინგში გადაწყდა ამ სიმღერის შესრულება და რა მინდა გითხრა მარიკო, მანგო ნამდვილად შენია და ძალიან ბევრი ადამიანის გულია შენი ასეთი შესრულების შემდეგ. უღრმესი მადლობა. ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა. ნინი? მარიკო, მე ჩემი აზრით ეს იყო შენი საუკეთესო გამოსვლა, რაც კი ოდესმე მომისმენია ამ კონკურსში. რაც შეეხება სიმღერას, ძალიან მაინტერესებდა მართლაც აი ეს სიმღერა როგორ გადაკეთდებოდა. ნუ პირველ კიდევ ერთხელ ვიტყვი ნიკა, დიდი მადლობა ამ ვერსიისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად არ წარმომედგინა თუ ეს ვერსია შეიძლებოდა და ჯაზში და სვინგში გადაწყვეტილიყო სიმღერა. მე მეგონა რომ მარტო ირაკლი შეძლებდა ამ სიმღერას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მარიკომ აბსოლუტურად გადააკეთა და მარიკო მე მინდა გითხრა რომ ძალიან ნიჭიერი ხარ და შენ გაქვს ძალიან დიდი მომავალი და მადლობა მინდა გადაგიხადო ესეთი არაჩვეულებრივი შესრულების. მადლობა ბატონო ზაზა. მარიკო, გარდა იმისა, რომ ირაკლი წერდა სიმღერებს, წერდა ტექსტებს, მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი, განსაკუთრებული სპეციფიური ხმის ტემბრი, რომელიც უხდებოდა მის ლექსებს. სხვადასხვა მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ლექსები. და მე დღეს მომეწონა ის, რომ შენ ცდილობდი არ გაგემეორებინა ორიგინალი, არანაირად, პირიქით ეს იყო სრულიად განსხვავებული ვერსია. ბლუზის და 5/4-დის რიტმის მონაცვლეობის. კიდევ ერთხელ მადლობა შენ ნიკა, მართლა ბევრჯერ ვილაპარაკებ დღეს შენზე, არ გაგიკვირდეს. თუ შენ მოინდომებ სასწაულებს აკეთებ. ეს არის მეორე სასწაული დღევანდელ საღამოს და მე შენ მინდა გითხრა მარიკო, რომ ძალიან იშვიათად, ძალიან ცნობილ მომღერლებსაც კი მე ქართველებს გულისხმობ, არ აქვს ისეთი ჯაზური ვოკალური იმპროვიზაციის უნარი, როგორც შენ აქ მოგაჩნდა. ეს არის შენი უძლიერესი მხარე, რომელიც დღემდე იყო მიძინებული ამ კონკურსზე და დღეს გამოაშკარავდა ეს და მე შენში დავინახე პოტენციალში ძალიან ძლიერი ჯაზ მომღერალი. დღეს პირველად. გილოცავ უძლიერესი გამოსვლა იყო. ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს მიმართავ, თუ თქვენც ხედავთ ამ პოტენციალს და თუ მარიკო არის თქვენი ვარსკვლავი, ნუ მიანდობთ მის ბეწყვას. აიღეთ მობილური ტელეფონები, გააქტიურდით და დაურეკეთ მარიკოს ნომერზე 0937005. ჩვენმა მეგობარმა და პარტნიორმა ბილანმა მოგცა ამის საშუალება, რომ დავრეკოთ და ავირჩიოთ საქართველოს ვარსკვლავი. ახლა კი აპლოდისმენტების ფონზე მინდა გავაცილოს შენიდან მარიკო ლეჟავა. და მე ასევე შეგახსენეთ, რომ ჩვენი კონკურსანტების იმიჯების შემქმნელია სილამაზის ძალოთა ქსელი ნატალი, იქ მუშაობენ პროფესიონალები, ძალიან დიდი მადლობა მათ, ასევე სოლარიუმ კლუბი ნატალი. ჯერ მხოლოდ ორ კონკურსანტს მოусმინეთ, ანუ ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინა ირაკლი ჩარკვიანის ტური რამდენიმე წუთში. რეკლამის შემდეგ გაგრძელდება.
საქართველოს ვარსკვლავი ისევ პირდაპირ ეთერშია და გრძელდება ირაკლი ჩარკვიანის ტური. ზუსტად ვიცი რომ ამ კონცერტის დაწყებას ყველა მოუთმელად ელოდებოდა. საოცარი საღამო გვაქვს. გენიალური მუსიკოსის შემოქმედებას უსმენთ. დღეს თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ეს კონცერტი სინამდვილეში არის კონკურსი და თუ თქვენ არ აქტიურებთ, თქვენმა ფავორიტმა შეიძლება დატოვოს დღეს პროექტი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ რომ მერე თქვენს რჩეულზე არ დაგწდეთ გული. ახლა კი გადავინაცვლოთ TV-ის ოთახში. გიორგი, როგორი განწყობაა თქვენთან? როგორი განწყობა იქნება, როგორ გოგიათ? ნახეთ რა ხდება ჩვენი გენერალური სპონსორის TV-ის ბანკის ოთახში. მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდა ყველა გულშემატკივარს, ყველა ჩვენს მაყურებელს, რომ დაურეკეთ თქვენს რჩეულებს. შესანიშნავი შვიდეული დარჩა აქ და სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. ვინ დატოვებს დღეს ჩვენს კონკურსს და რა თქმა უნდა თუ თქვათ გაგითავდათ ტელეფონზე ბალანსი თავისუფლად ეს შეგიძლიათ სახლიდან გაუშველად TBC-ის ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკით ისარგებლოთ სახლიდან გაუშველად პირდაპირ შეავსოთ ბალანსი და შემდეგ უკვე რეკოთ და უგულშემატკივრეთ და ასე შემდეგ. აი ასე. ახლა კი დროა წარმოგიდგინოთ შემდეგი კონკურსანტი. მოდიათ. ნუკა შემდეგი კონკურსანტი რომელიც კიდევ ლეგენდარული მუსიკოსის კიდევ ერთ კარგ სიმღერას იმღერებს და ეს სიმღერაა ირაკლი ჩარკვიანის მოდი აქ. ირაკლი ჩარკვიანის მოდი აქ. აი ესეც სიმღერა და რა თქმა უნდა იქნება ძალიან მაგარი არანჟირებაც. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ნიკოლოზ რაჭველი გვიდგას შემდგეს ხარში და მოდი გითხარ შენ ნომერიც. 09007002. ნახოთ ვიდეო შემდეგ უკვე მოусმინოთ ნუკას. ამ სიმღერაში ორი პლასტია, ერთი არის ძალიან არაქართული და ერთი არის ძალიან ქართული. იყო ძალიან განსხვავებული მომღერალი და შენც ესეთი სხვანაირი ადამიანი უნდა იყო, რომ შეძლო მის სიმღერების შესრულება. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა ჩემთვის. ნუკა. კაია, ყველაფერი მომწონს, როგორც არის, რაც ყველაზე მთავარია და რაც შენ გააკეთე რამდენჯერმე ისე რომ მე არ მithქვამს და შენით მიხვედი, რაც კარგია, რომ აბავ რამდენიმე ფრაზას. მუსიკას კი არ ანაწევრებს, ამთლიანებს. ეს არის მომღერლისთვის ყველაზე დიდი პლუსი. ჩემი აზრით, ნუკას ძალიან კარგად გამოსდის სიმღერა მოდი აქ და ამით კიდე ერთხელ ის ამტკიცებს, რომ მას აქვს იშვიათი ვოკალური მონაცემი. ნუკა გვალია სიმღერებს მე ვერ გიმღერებ
ალბათ ჟიურიც დამეთანხმება ქეთათო. ემოციები იყო, არ ვიცი, აი გადაავსო დარბაზი და ალბათ ვინც ჩვენი ტელემაყურებელიც არის სავსე ემოციებით. ძალიან მაგარი იყო, ძალიან მაგარი შესრულება იყო. შენ ქალიც იყავი და ძალიან მამაკაცურიც ამავდროულად. და მაესტრო, ბრავო მაესტრო, ბრავო. მადლობა ბატონო გელა. ეს სიმღერა ირაკლის სიმღერებს შორის ერთ-ერთი გამონაკლისია, მე მაინც მიმაჩნია, იმიტომ რომ მართალია ამას აქვს პირველი ეს ძალიან ლირიული, ძალიან კარგი ნაწილი და ბრწყინვალედ იყო სრულიად შესრულებული, მაგრამ მეორე ნაწილი მაინც საცეკვაოა, რაც ირაკლის სიმღერებს შორის იშვიათობაა, საცეკვაო მუსიკაა რა და სრულიად ესეთ საზეიმო განწყობას ქმნის. თუმცა ტექსტში ჩადებულია უცნაური დაპირისპირება რა. ესე იგი მოდი აქ, ნუ წახვალ იქ, ანუ არსებობს აქ და არსებობს იქ. მაგრამ შენ თუ მოხვალ აქ, მაშინ ჩვენ ყველა გელოდებით და ჩვენ აქ მოვაწყობთ ზეიმს. და დიდი მადლობა ნუკა, იმიტომ რომ აი შენი წყალობით და შენი ბრწყინვალე ნუანსირების წყალობით, ბრწყინვალედ ფლობ ხმას, აი ამის წყალობით ეს ზეიმი შედგა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნინი ბევრჯერ უნდა ვთქვა ნიკას საქებარი სიტყვები, ნიკა შენ ხარ ჯადოქარი, ტანგოს ვერსია არ წარმომედგინა ამ სიმღერას თუ არა შეიძლება და ეს სიმღერა ტანგოს ვერსიაში გადაწყდარიყო, რაც შეეხება ნუკას, თავიდან მომეჩვენა ნუკა ცოტა იყავი, აი ცოტა რაღაცა ვერ იყავი შენს ნაჭუჭში თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ შემდეგ როდესაც რიტმი შემოვიდა, აი ეს ემოცია გადმოეცი რაც ნამდვილად აქვს ამ სიმღერას და იყავი რაღაცა ზღვა ემოციებისა და ჩვენც ძალიან დიდი ემოცია მოგვანიჭე. გილოცავ ძალიან კარგი. დიდი მადლობა. ნუკა, შენ გაქვს ძალიან საინტერესო და ძალიან მდიდარი ხმა. და შენ დღეს შეძელი და ამ ხმას კიდე დაუმატე ნიუანსები, რითიც გაგვახსენე 90-იანი წლები. პერიოდი, როცა ირაკლი ჩარკვიანმა რეალურად შეცვალა თანამედროვე ქართული პოპ მუსიკის ლანდშაფტი. და მე მინდა ორი სიტყვი თქვა, არ შეიძლება რო არ თქვა, რომ დღეს რუსთავი 2-მა კიდე უფრო მაღლა აწია ასეთი ტელეპროექტების სტანდარტი, მაღლა. სტივ ვანდერის ტურის მერე ძალიან ბევრს ფიქრობდნენ თუ რა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ეს პროექტი სწორე მიმართულებით წასულიყო ქართული მუსიკა, რომელიც მხოლოდ მის მერე შესულდა, როცა თქვენ მსოფლიო ჰიტები შეასრულეთ, უფრო მომზადებულები, გახურებულები იყავით ამისთვის და დღეს შედეგი სახეზეა. ეს უკვე ძალიან მაღალი თამასაა და მე ვფიქრობ, რომ ქართული პოპ მუსიკის განვითარებისათვის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია დღეს, ეს ტური ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეგეხება შენ, დღეს მე დავწმუნდი, რომ შენ შეგიძლია შეასრულო ნებისმიერი რეპერტუარი ნებისმიერ ჟანრში და დღეს შენ დაამსხვრიე მით იმის შესახებ, რომ შენ ხარ მხოლოდ დივური ბალადების შემსრულებელი. შენი ტალანტი არის ბევრად მრავალმხრივი და მე ვიცი შენ კიდე რა პოტენციალი გააქვს და ვიცი რომ კიდე ძალიან ბევრს ანახებ. და ძალიან მომეწონა ტანგოს ვერსია, ნიკა. მეგონა რომ ასტორ პიაცოლა იყო სცენაზე. და სხვანაირი სული ტრიალებ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენ. ძალიან დიდი მადლობა, მე კი მიმართავ მაყურებელს, ასეთი ნამღერის, ასეთი შეფასებების შემდეგ, უბრალოდ არ შეიძლება რომ ნუკა დატოვოთ სხვის იმედზე. თქვენს მაგივრად არჩევანს ვერავინ გააკეთებს, უნდა მოიმარჯოთ მობილური ტელეფონები და ძალიან ბევრჯერ დაურეკოთ ნუკას, მხოლოდ დაურეკოთ, SMS-ები არ მიიღება, ნუკა შეგვახსენე შენი ნომერი. 0933 002. აი ასე, ჩვენმა პარტნიორმა და მეგობარმა ბილანმა მოგცა იმის საშუალება, რომ ჩვენს კონკურსანტებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაურეკეთ და აირჩიეთ საქართველოს ვარსკვლავით. სხვა თქვენს მაგივრად არჩევანს ვერ გააკეთებს. ნამდვილად, იაქტიურეთ, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. აიღეთ ტელეფონები და დარეკეთ! გავაცილოთ, ნუკა გვალია! ვინ არის ნეტა შემდეგი, გიორგი? ვინ არის და როკ-ენ-როლში კი მიდგას, გვერდით ლევან მასპინძელაშვილი. ოვაციები გესმის ალბათ და კიდევ ერთი ძალიან მაგარი ნამღერი გველოდება ახლა სცენაზე, რა უნდა შეასრულო? ირაკლი ჩარკვიანის Silent Swim. მე ვიცი რომ ირაკლი შენი გმირია ესე იგი. ხო პირდაპირ, მოდი შენი ნომერით შეახსენე. შენს თაყვანისცემლებს იმისთვის რომ თუ გახსოვთ წინა კონცერტზე ლევანი მოხვდა აუთსაიდერებში. რა თქმა უნდა, მე ვიცი რომ თქვენ არ გინდათ რომ ეს გამეორდეს, ამიტომ ძალიან უნდა გააქტიურდეთ ნომერზე.
09370006. ლევან გამოვცეთ ხან სცენაზე, ჯერ ნახოთ ვიდეო, შემდეგ მოვუსმინოთ კიდევ ერთი ძალიან მაგარ სიმღერას. ლევანის შინაგანი მდიდარი მუსიკალური სამყარო და ბუნება, რომელიც გააჩნია, ძალიან კარგად ესადაგება ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას. ვასრულებ ორი სიმღერის სინთეზს, ესენია Silent Swim და სხვას გავხარ. როდესაც ვარჩევდი რეპერტუარს, იმ თავითვე მივხვდი, რომ სწორედ ასეთ კონკურსანტს უნდა ემღერა და უშუალოდ აი ამ ტონობაში მინდა ეს სიმღერა ისე მემღერა, რომ ირაკლი თუ არ იფიქრებდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შესრულება იყო, ის მაინც იფიქრა, რომ ის სიმღერა არ გავაფუჭა. მადლობა, მე ამ სიმღერის დიდი ფანი გავხდი. ყველაზე ზუსტი არჩევანია და ლევანი ამას თავს განსაკუთრებულად კარგად გაართმევს. ლევან ნასპინძელაშვილი და ალტი გიორგი ცაგარელი. Now the storm is silent. Feel I'm coming closer to the shore. All my years of hurry, I was looking for the footsteps of your love. Silent sweet. To silent shore, the silent moon can bring me home. I lost my friends and lovers. I spent all my nights waiting for your call. Left my pain in jungle and brought my empty suitcase at your door. Silent swim to silent shore. The silent can bring me home. Silent swim to silent shore. Your silent moon can bring me home. Your silent swim to silent shore, silent moon can bring me home, can bring me home.
დიდი მადლობა ასეთი ვერსიისთვის კიდევ ერთხელ ნიკოლოზ რაჭელს და ლევანს შესრულებისთვის. დავიწყოთ შეფასება ბატონო გელა. გისმენთ. ის სიმღერა ირაკლის სადაც ეს ინგლისურენოვანი სიმღერა, მას რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერა ჰქონდა. და მე მიმაჩნია რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი როგორ დავარქვა, ჩემთვის რაღაცა ფილოსოფიური სიმღერა. ძალიან მომეწონა მე ლევანის სიმღერა. მან სწორედ შეძლო აი ამ ცით როგორ რაღაცა დაოკებულია ეს სიმშვიდე რომ გადმოეცა. ეს არ არის ადვილი, ეს რთულია ნამდვილად. და ამაში ძალიან მოეხმარა მას ის რომ მას აქვს ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი და აქვს აი ეს დინჯი და ძალიან სოლიდური მანერა, რაც იშვიათობას წარმოადგენს. მე ასე მგონია. მაგრამ აქვე მე კიდე თუ შეიძლება უკვე ცოტა სხვა თემაზეც მინდა ვთქვა, მე მინდა მე არაფერი მithქვა დაორკესტრებაზე და ორკესტრზე. მე ვფიქრობ რომ ამაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ. მესმის შეიძლება ამისთვის არის რაღაც დრო გამოყოფილი სხვა, მაგრამ ყველაფერი არის აბსოლუტურად აი ისე როგორც უნდა იყოს და წინვალია დაორკესტრება. და დაორკესტრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმღერის დროს. და მე მინდა კიდევ ვთქვა რა, იცი, მე მიხარია რომ ნიკოლოზ რაჭველი აკეთებს იმას, რაც პრინციპში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. იგივე ლონდონის ფილარმონიული ორკესტრები იქნება თუ ეს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი. ისინი მარტო კლასიკარ მუსიკას არ უკრავენ. ისინი უკრავენ ესე იგი სხვა ჟანრის მუსიკასაც და ამითი პოპულარიზაციას უკეთებენ ჯერ ესეთი საერთოდ კლასიკურ ორკესტრს და მეორეს ერთი აყავთ რაღაცა კიდევ უფრო მაღალ დონეზე, თქვათ ის ჟანრი, რომელშიც ისინი მონაწილეობენ. მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ბატონი ნიკოლოზ, ამ შესანიშნავი საღამოსათვის, რომელიც თქვენ გვაშიფეთ. მომღერლებთან ერთად. დიდი მადლობა თქვენ ლევან. მადლობა. დიდი მადლობა. ნინი. ლევან, შენი ყოველი სიმღერა, ყოველ ტურში სიმღერა მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და არ მინდა არასდროს დასრულდეს შენი სიმღერა, იმიტომ რომ მე თავიდან შესარჩევ ტურზე გითხარი რომ დიდი სიამოვნებით მოვიდოდი შენ კონცერტზე. ნამდვილად ესეა. შენ ნამდვილად დაგვამშვიდე და ძალიან ისეთ სხვაგან წაგვიყვანე. სწორად გადმოეცი ის ემოცია, რაც ნამდვილად დევს ამ სიმღერაში. ძალიან კარგი ხარ და გილოცა. მადლობა, ბატონ ზაზა. მე მგონი კონკურსანტებს შორის ლევან შენი ხმის ტემბრი ყველაზე ახლოს დგას ირაკლის ხმის ტემბრთან და შენ დღეს მოახერხე და არა მარტო გადმოეცი მისი მუსიკა და გაითავისე, არამედ გამოხატე მისი ფილოსოფიური სული. და რაც ყველაზე მთავარია, შენ წინა კვირაში აუთსაიდერებს შორის იდექი და მიუხედავად ამისა, შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი, სტაბილური, ძალიან სანდო კონკურსანტი. ძალიან ბევრი ხალხი სპეციალურად შენს გამოუყურებს ამ ტელეშოუს და პირადად ჩემთვის აუთსაიდერობიდან შენ პირდაპირ ფავორიტებში დაბრუნდი ამ კონკურსში. გილოცავ, ძალიან ძლიერი შესრულება იყო. დიდი მადლობა. ქეთათო? ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი კომპოზიცია Silent Swim და რა თქმა უნდა ეს მეორე ნაწილი სხვას გავხარის პატარა ესეთი მონაკვეთი იყო. და მინდა აღნიშნო რომ შენ ხმას ძალიან უხდებოდა გიორგი ცაგარელის მიერ შესრულებული სოლო აგრეთვე ძალიან კარგი იყო. გეტყობა რომ გიყვარს ზოგადად მუსიკა. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის მაყურებლებო, თქვენ მოგმართავთ. წინა ორ შაბათს ლევანი აუთსაიდერებში იყო. სულ რამდენიმე ხმამ გადაარჩინა. მე ვიცი რომ არ გინდათ ეს გამეორდეს. ამისათვის კი უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები, გააქტიურდეთ და დაურეკოთ ლევანს ნომერზე 093-700-006. ჩვენმა პარტნიორმა ბილაინმა მოგცა ამის საშუალება რომ სასწრაფოდ მოიმარჯოთ მობილური ტელეფონები და დაურეკოთ და მხარი დაუჭიროთ თქვენს რჩეულებს, რომ შემდეგში არ დაგწყდეთ გული და ახლა კი აპლოდისმენტების ფონზე მინდა გავაცილო ლევან მასპინძელაშვილისენი და ყველა მობილური ოპერატორის აბონენტმა იაქტიურეთ. სრულიად საქართველოს ირჩევს საქართველოს ვარსკვლავს. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი კონკურსანტების და ნინის ჩაცმულობაზე ზრუნავს დიზაინერი ტატიანა მეფარიძე და მივესალმებით მას. მოგესალმებით. ჩვენ რასაკვირველია პირველ რიგში რაც მინდა მოგიწოდოთ, არავითარ შემთხვევაში არ გადაართოთ სასწაული ირაკლი ჩარკვიანის ტურის სულმარე რეკლამის შემდეგ აგრძელდება.
საქართველოს ვარსკვლავი ისევ პირდაპირ ეთერშია. ირაკლი ჩარკვიანის ტური გრძელდება. ჯერ 4 სიმღერას მოусმინეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს არის მუსიკა, რომელიც კიდევ ბევრ თაობას შეაყვარებს თავს. წინ გეულებათ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი სიმღერა და რა თქმა უნდა, ჩვენი გენერალური სპონსორია TBC ბანკი, ყველაზე კარგი და ყველაზე კომფორტული დისტანციური მომსახურების თორეს TBC ბანკს აქვს, ეს არის მობაილ ბანკინგი, ინტერნეტ ბანკინგი და ნინა სუბლატი, რომელიც იმღერებს ირაკლი ჩარკვიანის რომელ სიმღერას? ნაიარევს. კიდევ ერთი ფანტასტიკური შესრულება გველდება, მოდი შენი ნომერი შეგვაცეინ. 09337008. ჯერ ვნახოთ ვიდეო, შემდეგ მოვუსმინოთ სიმღერას. ჩემთვის საქართველო არის ირაკლი ჩარკვიანის ქვეყანა და შესაბამისად მისი ტური არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ნინას შესრულებით ეს სიმღერა მოვისმინე რეპეტიციაზე. მე მივხვდი რომ თქვენ არ შევცდით, როდესაც სიმღერა მას შეურჩიეთ. იყო ის ამდენაიარევს ეს პირველად და მე მეორედ იმის შუაში ხო იყო კიდე რაღაც იმპროვიზაცია. ფიქრობ რომ პირველ ჯერზე არ არის საჭირო იმპროვიზაცია. რას ფორტე მისი კომპოზიცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციურად შთამბეჭდავი, რაც ასევე მომდინარეობს უპირველეს ყოვლისა თავად ირაკლი ჩარკვიანისგან. ნინა სუბლატი.
არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ბერლინში იქაც გადევნებს ბალკონს და რო ჩამოვა თავის კომენტარს აუცილებლად გააკეთებს შენ ნამღერზე. ქეთათო. ძალიან ემოციური იყო ესეც დარწმუნებული ვარ ქეთათო. ამ სიმღერით მეფე გახდა ირაკლი ჩარკვიანი. წარსდგა მეფის რანგში ზუსტად ამ სიმღერით. პირველად დაეწერა მის ვიდეოს მეფე. შენ დღეს იყავი საოცრება. და აი ამ კომპოზიციის მულტიკულტურულობა თან შენი არანორმალურად ძლიერი ხმის ტემბრი იყო საოცრება. ისევ დიდი მადლობა თქვენ მაესტრო. დიდი მადლობა. მადლობა ნინი. მე ამაყება, რომ ჩვენ კონკურსში საქართველოს ვარსკვლავში აი ამდენი ნიჭიერი ადამიანია. ნამდვილად ესეთი ნიჭიერება არ ახსოვს მე მგონი არც ერთ კონკურსს და მეთანხმება ყველა. რაც შეეხება ნინას, ყოველთვის მაოცებს ამ ადამიანის თვითდაჯერებულობა. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს არ უმღერია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირველივე გამოსვლიდან შენ ხარ თვითდაჯერებული, შენ იცი რასაც აკეთებ და ძალიან სწორად აკეთებ. ნინა, დღესაც მინდა გითხრა, რომ იყავი რაღაცა ფეერვერკი, მოგვიწყვე დიდი რაღაც ქარიშხალი და ძალიან მაგარი ნამღერი იყო და ძალიან დიდი მადლობა ამ ნამღერისთვის და ამ ენერგეტიკისთვის, რაც შენ გადმოგვეცი დღეს. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ზაზა. მე რომ კონდეს უფლება რომ ინგლისურად რო ვაფასებდე ჩვენი კონკურსანტების გამოსვლას, მე დღეს ვიტყოდი Nina Rocks და ეს სიტყვა ინგლისურში ბევრ სხვა რაღაცასაც გულისხმობს, მაგრამ პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ გაჯერებული იყო მისი გამოსვლა ძალიან მრავლად როკის ელემენტებით და მე გამახსენდა ჩემი უსაყვარლესი კომპოზიცია გამახსენა ჩემი უსაყვარლესი ჯგუფის Led Zeppelin-ის ქაშმირი. და დიდი მადლობა ნიკას რომ გვამოგზაურებს. მან წაგვიყვანა არგენტინაში, მან წაგვიყვანა ამერიკაში ბლუზი და ეხლა ინდოეთი, ქაშმირი და მე მინდა ვთქვა რომ ეს იყო უძლიერესი შესრულება. შენ ხარ ძალიან თვითყოფადი, შენ შესრულებაში იგრძნობოდა ძალიან მძლავრად სოციალური პროტესტის მუხტის და მე ვფიქრობ რომ როგორ ტრიბიუტი მიძღვნა, ეს იყო ყველაზე მაგარი ტრიბიუტი ირაკლი ჩარკვიანისადმი და უდიდესი საჩუქარი მისი მუსიკის თაყვანისმცემლების. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო კელა. გასაკვირველია, მომღერალი მსახიობია. და ისე კიდევ ერთხელ ნინა დაამტკიცე ეს დაადასტურე. იმიტომ მე ვფიქრობდი, როცა შენ მღეროდი, აი ესეთი ახალგაზრდა მომხიბლელი გოგონა ასე დამაჯერებლად მღერის, უკვე შუა ასაკს მიღწეული, ირაკლი მეს გვიან დაწერა, ესე იგი, ნაიარევი, ისეთ კაცის ტრაგიკული ნოტებით სავსე, ესე იგი სიმღერას, ასე დამაჯერებლად მღერის, ასე ადვილად. ესე იგი შენ ვებერთელ და გადასახვის უნარი გაქვს. შენ ხარ ნამდვილი მსახიობი, მაგრამ შენ გაქვს ერთი თვისება კიდე. ამას ქვია duende. ეს არის ესპანური სიტყვა და ისევე ძნელი ასახსნელია, როგორც აი მე ვახსენე swing-ი. მაგრამ duende თუ კი თარგმნით მას, მაინც ნიშნავს მომაჯადოებელ მაგნეტიზმს. ანუ მიზიდულობის ძალას და ეს უდიდესი პლუსია, იცოდი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ჟიურის ფანტასტიკური შეფასება იყო. თუმცა სამწუხაროა, მხოლოდ ჟიურის შეფასება არ კმარა. თქვენს ხელშია ნინას ბედი, თქვენ ხარ ჟიურის მთავარი წევრი, ამიტომ არ უნდა დატოვოთ ის სხვის ხელში, უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები და დარეკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნინა დატოვებს პროექტს და დარწმუნებული ვარ, ეს არავის გინდათ. აი ძალიან მარტივია, აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ ნინას ნომერზე 09377008. თქვენს ნაცვლად რასაკვირველია, ამას ვერავინ ვერ იზავს. ახლა ხესთხართ უყურებთ კონცერტს, ისმენთ არაჩვეულებრივ კონცერტს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის კონკურსი, ამიტომ მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები, ბილაინი არ ვზღუდავს პირიქით და დაურეკეთ აუცილებლად ნინას. ნინა ყოველ გამოსვლას და საერთოდ ჩვენი კონკურსანტები სულ ამტკიცებენ, რომ აქვთ უფლება იდგნენ ამ სცენაზე, ამ შემთხვევაში კი ნინა. ამიტომ მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ნინას. ნინას უბლატი! გადავინაცვლოთ CBC ბანკის ოთახში, მე მგონი მუხტი არ ვარდება და კიდევ რას უნდა ველოდოთ არ ვიცი. უნდა გადაიცადოს გარეთში. საქართველოს ვარსკვლავის კონცერტზე მით უმეტეს როდესაც ირაკლი ჩარკვიანის ტური და ყველაზე პატარა მონაწილე ეზრდება გამოსასვლელად. რა უნდა გვიმღერო ირაკლი? ირაკლი ჩარკვიანის მენატლება. ფანტასტიკური სიმღერა, მოდი შენს გულშემატკივრებს შეახსენე ნომერი, ვიცი რომ კარგად ახსოვთ, მაგრამ მაინც ერთხელ შეახსენე. 09377009.
ნახოთ ვიდეო, შემდეგ უკვე მოусმინოთ ირაკლეს. რაღაცა გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს, რომ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები შეასრულო. როდესაც ვფიქრობდი ვერსიაზე თუ როგორი უნდა იყოს მენატრება, ირაკლი ფუტკარაძის შესრულებით ჩვენ მივემართეთ უფრო 60-70-იან წლების ბოსანოვას ჟანრისკენ. იგივე არაფერი ამაზე. მეტი ისე წყნარად მშვიდად ისეთი ალბომებში, უცხოელების ალბომებში და რომ სიამოვნებით უსმენენ. ირაკლი ფუტკარაძე ჩაჯდა ამ საერთო სტილში და მისი შესრულებული ირაკლი ჩარკვიანი იქნება მისაღები საზოგადოებისთვის. ირაკლი ფუტკარაძე, ზუგდიდის რაიონის სოფელი რუხი. ისევ ამოდის თეთრი მთვარე და სიყვარული მოგონებას გავს ესა სიმღერა შევიყვარე და ეს ოცნება არ მანებებს თავს მენატრება შენი ნაზიღმა მენატრება შენი ნაზიღმა ისევ შორს დავჭი ისევ მარტო შენზე ვიქრი თუ შემომიღებს გავს მე აღარ მახსოვს შენი ქუჩა და ამ სიმღერას გამოვატანქავს მენატრება შენი ნაზიღმა მენატრება
შეფასება მატანო ზაზა. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როდესაც ირაკლი ჩარკვიანმა ეს სიმღერა დაწერა, 30 წელს იყო გადაცილებული და მას გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა და რა თქმა უნდა ის გადმოსცემდა თავის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ამ სიმღერაში და შენ აი 15 წლის ასაკში შენი ემოციით შეძელი და ჩაწვდი ორიგინალის სულს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის თავარი ამბავი, ისტორია მოყევი ძალიან დიდი ემოციით და აი ეს ემოცია მიიტანე თითქმის ყველა თაობის მსმენელამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოსვლა დღევანდელ ტურზე და მე ვფიქრობ, რომ უნდა იამაყო. ძალიან მომეწონა დათო ხიდაშელის სოლო, გილოცავ დათო, ძალიან კარგი იყო და ნიკა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბრაზილიური ბოსანოვა ჩემი საყვარელი ნიკამ დღეს გვამოგზაურა მთელ მსოფლიოში ინდოეთი, არგენტინა, ბრაზილია, ამერიკა და რა ვიცი ეს ყველაფერი თამაში აღარ არის, ეს აღარ არის ჩვეულებრივი კონკურსი. დიდი მადლობა ნიკა შენ იმისთვის, შენ Bravo Benz, ორკესტრ, სოფო ტოროშელიძეს რომ თქვენ მაგნიტივით გამოიტანეთ ამ ბავშვებისგან ძალიან ძლიერი მხარეები და ეს უკვე ყველაფერი რაც იყურება და რაც ისმინება ძალიან პროფესიონალურია. მე თქვენ გარწმუნებთ, თუ კი ჩვენ მოვილაპარაკებთ უფლებების მემკვიდრეებთან, ირაკლის შემოქმედების თქვენთან, რუსთავი ორთან, ჩვენ შეგვიძლია გამოვშვათ ამ კონცერტის DVD, ეს იქნება ბესტსელერი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი. ეს არის ის სადაც ესეთი კონკურსები უნდა ერთვოდეს შოუ ბიზნეს, მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას, უნდა ჩადნენ ამ წყობაში და დიდი მადლობა, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა, ყოჩა. დიდი მადლობა, ბატონო ზაზა, ქეთათო. საკმაოდ რთული ამოცანა დაგისვეს შენ დღეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს რაფინირებულად, მინიმალისტურად შეასრულოს ადამიანმა სიმღერა. ამისთვის მარტო კარგი ხმის ტექნიკა კი არ არის და ხმის ტემბრი საჭირო. ამისთვის შენსავით ნათელი სულიც უნდა გქონდეს და ეს იყო რაღაც საოცრება. ძალიან ისეთი გამჭვირვალე, ჰაეროვანი ხმა გაქვს და ძალიან რაფინირებული ადამიანი ხარ ეთყობა შინაგანად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ასე ვერ შეასრულებდი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო გელა. ირაკლი, ჯერ ესეთი შენ ირაკლი ქვია. მეორე ეს შენ ხარ 15 წლის რამდენიც მე ვიცი არა? და ირაკლი ჩარკვიანი 15 წლის იყო დაახლოებით, როდესაც დაიწყო სიმღერების წერა, ლექსების წერა და მათი შესრულება. და ეს სიმღერა მისი პირველი ალბომიდანაა. ესე იგი ეს არის და იმ პირველ ალბომში შევიდა ადრეული სიმღერები. ეს ადრეული სიმღერაა და მე მგონი ძალიან შეესაბამება აი შენს თავარ თვისებას. იცი აი ესეთ ფაქის გრძნობადობას შენ ეს აგარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. შენ შეასრულე ეს სიმღერა უფრო ნაზად, მე ასე ვიტყოდ. მაგრამ მას არაფერი არ დაკლებია, პირიქით, შენ შეძინე მას ახალი განზომილება და მე მინდა რომ წარმატება გისურვოს. ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ასეთი შეფასებისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ირაკლი უკვე მეხუთე კონცერტია ლიდერობს შემოსული ზარებით. მე ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენ რეკავთ ნომერზე 097709. ირაკლი ფუტკარაძეს ვაცილებ სცენიდან. ირაკლი ჩარკვიანის ტური კი სულ მალე, რეკლამის შემდეგ გაგრძელდება. საქართველოს ვარსკვლავი ისევ პირდაპირ ეთერშია, ირაკლი ჩარკვიანის ტური გრძელდება, თუმცა უკვე ძალიან ახლოს ვართ გადამწყვეტ წუთებთან. მე კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენი გადაწყვეტილები დღეს ერთი კონკურსანტი დატოვებს პროექტს და ჩვენი მხარდამჭერი კი 1808 სწორედ ამ კონკურსანტისთვის წამახალისებელ პრიზს აწესებს. აქვე შეგახსენოთ, რომ ჩვენს Facebook-ის გვერდზე ძალიან ბევრი გათამაშება ტარდება, ასევე ყოველდღურად ახლდება ინფორმაცია ჩვენი კონკურსანტების შესახებ. აქ ნახავთ სულ ახალ ვიდეოებს, ფოტოებს. მე ვფიქრობ, რომ უნდა აკრიბოთ ვარსკვლავი.g და შემოგვიერთდეთ. ყველაზე აქტიური Facebook-ელები დღეს აქ არიან და მივესალმებით. მოგესალმებით. გადავინაცვლოთ TBC ბანკის ოთახში, ბოლო კონკურსანტი ემზადება თქვენთან შესახვედრად. სწორედ ბოლო კონკურსანტი ემზადება, მართალი ხარგვანცე, გამოსასვლელად ეს არის ლუკა მეტრეველი, მაგრამ სამ ლუკას გამოუშვებ სცენაზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენს გენერალური სპონსორს TBC ბანკს აქვს საქართველოს და მთელ რეგიონში საუკეთესო დისტანციური მომსახურებები, ეს არის ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ასე რომ
იცხოვრეთ კომფორტულად სწორედ TBC-სთან ერთად და ლუკა გითხარი რა უნდა გვიმღერო? მე უნდა ვიმღერო ირაკლი ჩარკვიანის ორგანი 78. საოცარი სიმღერა და შენ საოცარი ნომერი შეგვასწენი, რომელზეც უნდა დაგირეკო. 0937 ნახოთ ვიდეო, შემდეგ უკვე მოусმინოთ ლუკას. საქართველოში ყველაზე დიდ სცენაზე, საქართველოს ყველაზე მაგარი მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სიმღერა უნდა შევასრულო. ორგანი 78 ალბათ ეს არის ყველა ქართველი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს კარგი მუსიკა და აქვს გემოვნება, მათთვის ძალიან საყვარელი მელოდია. ყველაზე მეტად, რაც არ მომეწონა იყო ის, რომ აი ძალიან არ უხდება წარებ გერა. შენი მხრიდან ამ სიმღერის სირბილე და სითბო მთლიანად ამ ყველაფერს უხდება და არასოდეს არ გადახვიდე სიმკაცრეში. თუ ყოველთვის მოეფერე იმ თითოეულ ნოტს და იქნება კაი. არ არის ეს ჩვეულებრივი ტური. ჩვენ მართლა გვიწევს მეფის სიტყვა, ირაკლის სიტყვა მივაწოდოთ ხალხს თავიდან. ვარდებით ხელში. ლუკა მეტრეველი ძალიან გთხოვთ, რომ მივიცეთ მუსიკოსებს საშუალება, რომ დავიწყოთ ლუკას გამოსვლა ისე იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ სიამოვნება, გთხოვთ. ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო, გთხოვთ. ამოტეხილი მერცხლის საშუალო მე მარტო წავალ გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ და ეს სხვა გემები მორეკოს წყალმა გემუდარებით იცინეთ როცა მეწავალ გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს სიტყვები და აკნობს დავბრუნდები ისე ყვავილებით ხელში ქარვის ფერყანათა ღელვა დარჩება მე წამოწი სხვა მდუმარება ბრთამოტეხილი მერცხლის საშუალო მე მარტო წავალ გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ და ეს ხო გემები მორეკოს წყალმა გემუდარებით იცინეთ როცა მეწავალ გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს სიტყვები და აკნობს დავბრუნდები ისე ყვავილებით ხელში დავივიწყებთ აგებულს შენთან ალბათ
შენთან ალბათ დღეს მე მოვალ შენთან ალბათ დღეს მე მოვალ შენთან ალბათ დღეს მოვალ შენთან ალბათ დღეს გარვის ქვეყანათა ღელვა დარჩება მე წამული მზის წვამტომარება დამოტეხილი მერცხლის საშვება მე მარტო წავა ლუკა მეტრეველი. გამხნევეთ, იმიტომ რომ დღეს ბოლო კონკურსანტია ლუკა და დავიწყოთ შეფასება. ბატონო გელა. ლუკა, შენ არ გეხსომება ეგა, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მაგრამ 90-იან წლების წელი მე ზუსტად არ მახსოვს ეს სიმღერა ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო პირველ ადგილზე მუსიკალურ ჩარტებში. ძალიან დიდი ხნის მანძილზე. და ეს წარმატება განაპირობა რა მიცი მისმა ისეთმა სევდანარევმა გრაციოზულობამ ამ სიმღერას აი ეს ახასიათებს ეს არის სევდანარევია ძალიან და ამასთან ერთად გრაციოზული და ხოცა ჩვენ გისმენდი იცი ეს ძლიერი ნოსტალგიური გზნობა გამიჩნდა რაღაც ისეთი რაღაც აი ცრებლიც მომადგა როდესაც გისმენდი ნუ ალბათ შენი შესრულებითაც ის ძალიან დიდხანს იქნებოდა პირველ ადგილზე მუსიკალურ ჩარტებში მე ჭვი არ მეყარება ისე რომ მინდა რომ წარმატება გისურვო მიიღე ჩემი საუკეთესო სურვილები ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა ლუკა არ ინერვიულო ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები და გამაგრდი არ დაყარო ფარხმალი ძალიან კაი ბიჭი ხარ ინტელექტუალურად შენ მე მიმაჩნია რომ ყველაზე ახლოდ გახარ ირაკლი ჩარკვიანთან შენ ყველაზე კარგად შეძლებდი და შეძენი მისი წაკითხვა ამოკითხვა ის რაც დაგემართა ეს არის ხარვეზი რომელიც ნებისმიერ მუსიკოს შეიძლება მოუვიდეს და ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია რაც თავარია შენ გაგ ძალიან პოზიტიური ენერგია და ამით იგებ მაყურებლის გულებს და იმედი ვიქონიოთ რომ შეძლებ მეორე ტურში გადასვლას და გააგრძელე აი ეს სულისკვეთება არ დაკარგო გამხნევდი დიდი მადლობა ნინი მე მინდა ვთქვა რომ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა ირაკლის შემოქმედებიდან რაც შეეხება ლუკა ნუ არაუშავს არ ინერვიულო ტექსტის დავიწყება ეს არ არის ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ ნებისმიერ შეიძლება დავეთანხმები ზაზას დაავიწყდეს და ეს არ არის ტრაგედია დებოდა ხშირად ტექსტი. ამიტომ ამაზე შენ არ ინერვიულო, რაც მთავარია ის რომ შენ სწორად გადმოგვეცია ის ემოცია, იცი ძალიან ფაქიზად დაიწყე, ძალიან მიუხედავად იმისა რომ აგერია ტექსტი, შენ თვითონ შენ ფიქრებში წახვედი, მაინც ისე დაასრულე ეს სიმღერა, რომ აი ეს ემოცია ბოლომდე გამოყვა ჩვენ და ვისიამოვნე. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე და გილოცა. მადლობა ქეთათო. დრამატურგიულად ძალიან საინტერესოდ განვითარდა თვითონ კომპოზიცია და მართალი გითხრათ მე არც დამრჩენია ის გრძნობა რომ მას რაღაც დაავიწყდა. ეს იმდანად კარგი სიმღერაა და იმდანად ხალხმა იცის რომ თავიდან დაიწყე ბოლოსზე გადაახტებით რა სიზავ თავი ემოცია მოდიოდა და იყო სასიამოვნო ამ სიმღერის მოსმენა. გმადლობთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მე მოუწოდე ჩვენს მაყურებელს ყველაზე აქტიურ ფაზაში შევდივართ ახლა. კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ერთი კონკურსანტი დღეს დატოვეს და რომ არ აღმოჩნდეს ის ლუკა, ამიტომ მოგიწოდებთ რომ აუცილებლად დაურეკოთ და ხარი დაუჭიროთ თქვენს რჩეულს ამ შემთხვევაში ლუკას. აი ამ არეკეონად დარეკე. ლუკა შეგვახსენე შენი ნომერი. 0900 Dareke, ყველა ქსელი და
საშუალებას მოგცემთ საქართველოს ვარსკვლავი. ეს ირაკლი ჩარკვიანის ტური გქონდა, ფანტასტიკური საღამო გამოგვივიდა და ფინალიც ასეთივე გვაქვს. ძალიან ცოტა დრო რჩება ფინალამდე. სანამ ჩვენ მიიღებთ გადამწყვეტ წარს. ყველა კონკურსანტის გამოსვლა ნახეთ, ყველა მოვისმინეთ. ახლავე არჩევანი თქვენზეა. მოგიწოდეთ რომ დაურეკოთ თქვენს შეულებებს და დაუჭიროთ მხარე. ცოტა დრო კიდევ არის იმისათვის რომ გადაარჩინოთ თქვენი რჩეული, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ თქვენ იღებთ. მესმის რომ ძალიან რთულია, თუმცა ერთი კონკურსანტი დაგვტოვებს დღეს და იმისათვის რომ გაგიადვილდეთ არჩევანი, მოდით კიდევ ერთხელ ნახოთ, როგორ იმღერეს ჩვენმა კონკურსანტებმა დღეს. When my daddy took your pleasure in the eye, I was burning Sunday morning. When my daddy took your pleasure in the კარვის ქვეყანათა ღელვად არჩევ მეწამული მზის წვამტომარება დამოტეხილი მერცხლის საშუალო მე მარტო წავა ჩვენი მაყურებლის რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ყველა ძალიან ძლიერია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მაყურებელი მიიღებს და ერთი კონკურსანტი წავა დღეს. სულ რაღაც 10 წამი რჩება, მის დასრულებამდე დავიწყოთ უკუათლა. 10 მისცემა შეწყდა. სანამ გავიგებთ შედეგებს,
ნიკოლოზ რაჭოს მინდა ვთხოვო შემაჯამებელი სიტყვა. ბატონ ნიკოლოზ. ჩემო მეგობრებო, მადლობთ. მე ვარ ბედნიერი, რომ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩართული ქონდა ტელევიზორი, გარდა იმათგან, ვინც დარბაზში ბრძანდებით, ჰქონდა ეს სიამაყის 2 საათი. სიამაყის, იმიტომ რომ ვართ ქართველები და ქართველებს გაგვაჩნია ესეთი შეუდარებელი და შესანიშნავი მუსიკა. და სწორედ ამ სიამაყის სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ყველა ჩემს მარჯვნივ მყოფმა კონკურსანტმა დღეს თავისი მაქსიმუმი სულისა და გულისა და პროფესიონალიზმის ჩადო იმისათვის, რომ სწორედ ის სიყვარული გამოეხატათ ირაკლის მუსიკის მიმართ, რომელზეც მე თავდაპირველად მოგახსენებდით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გელა იმისთვის, რომ თქვენ ასეთი სიტყვებით შეგვამკეთ მე და ჩვენი ორკესტრი. ძალიან დიდი მადლობა Bravo Bands და Georgian Brass, ასევე ჩემს მიხელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობას. ძალიან დიდი მადლობა ყველას და რაც მთავარია ირაკლის ამ საოცარი მუსიკისთვის, რომელიც დაგვიტოვა და ამით მან უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა თავის სამშობლოს. მე ვარ ძალიან კმაყოფილი დღევანდელი დღით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ ასეთ შეფასებისთვის. ასეთ შეფასებას მე ფაქტია რომ არაჩვეულებრივი კონცერტის მონაწილეები ვიყავით ყველა და მე ახლა უნდა დავასახელო ის 3 კონკურსანტი, რომლებმაც ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვეს. სულ შემოსულია 18485 ხმა. ის 3 კონკურსანტი, რომლებმაც ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა, ესენი არიან ირაკლი ფუტკარაძე, ლუკა მეტრეველი, და ნუკა გვალია. მე ყველას ვუგულოცავთ დანარჩენებს დღეს გადარჩენას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ 3 ძალიან მაგარი კონკურსანტიდან დღეს ერთ-ერთს აუცილებლად მოუწევს პროექტის დატოვება. ძალიან სამწუხაროა. ამ 3 კონკურსანტიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და დღეს გადარჩა ირაკლი ფუტკარაძე. გილოცავთ ირაკლი ჩემი პროექტში. ორი ძალიან ნიჭიერი კონკურსანტი დარჩა. მე მაგალითად ორივეზე ძალიან დამწყება გული. არა მარტო შეიმგვანცა. ეს უბრალოდ არასაკმარისად აქტიურეთ ალბათ გულშემატკივრებმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი დღეს დატოვებს პროექტს. რა თქმა უნდა, ორივე ამ კონკურსანტიდან 100%-ით იმსახურებს პროექტში დარჩენას. ვერაფერს ვერ ვიტყვი. განსხვავება ამ ორ კონკურსანტს შორის ხმათა რაოდენობაში არის სულ 112 ხმა. ალბათ ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ზარი თქვენი ფავორიტებისთვის. მაყურებლის გადაწყვეტილებით ამ ორ კონკურსანტს შორის ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა 12.2% საერთო ხმების და პროექტს ტოვებს მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტს ტოვებს ლუკა მეტრეველი. ლუკა გილოცავ შენმა გულშემატკივარმა გადაგარჩინა. გილოცავთ ლუკა და რა თქმა უნდა დღევანდელ ტურს ყავდა ლიდერი ხმების რაოდენობით და ეს გახლავთ გვანცაჯამარიძე. მე მგონი არაჩვეულებრივი კონცერტი
გამარჯვების მონაწილეები თავით დღეს ეს დღე ყველასე მახსოვრება სრულიად საქართველოს ხმების ათლაკი თავიდან იწყება უცებად გიროს თქვენს ფავორიტებს და დაიწყეს დარება ამ წუთიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ უფრო მაგარი შოუ ასე რომ დროებით